როქში გილოცავ ხარებას, მოგილოცე შენ კი მოგილოცე, მაგრამ ტელემაყურებელს უროცავ, დიდი დღე არის და მართლა ხსნა შემოვიდა სამყაროში ამ ხარებით ამ ღვთისმშობლის ამ თანხმობით, რომ ის ეტვირთა ეს მისია და განკაცების ღვთის სიტყვის. ეს რო არ ყოფილიყო, ჩვენ ვიქნებოდით ისევ იმ სიბნელეში, ისევ ამ ჯოჯოხეთი ფაქტობრივად 60-დან გამოდევნა ეს არის, რომ რაღაცას ისეთ ვითარებაში ვიყავით, დაცემულ ვითარებაში, რომ ვერანაირი ფილოსოფია, ვერანაირი წინასწარმეტყველება, ვერანაირი რჯული ამას ვერ კურნავდა და შემოვიდა იესო მადლით და ეს შესაძლებელი გახადა, რომ ისევ დავებრუნებიდნენ სამოთხეში, ისევ აღედგინა ადამიანის დაცემულობა და მეტიც კიდე უფრო მაღლაც ავეყვანეთ ჩვენ, ვიდრე თვითონ ადამიანიც იყო, იმიტომ რომ ადამიანის დროს ღვთის სიტყვა განკაცებული არ იყო და ამიტომ ჩვენ ქრისტიანები უფრო მაღლაც კი ვდგებით, უფრო მეტ სიახლოვეში ღმერთთან, ვიდრე თუნდაც ადამიანი იყო. მარტო ადამიანის აღდგენა არ არის, აქ არის გაცილებით დიდი სტატუსი ახალი ადამიანის, როგორც იოანე ამბობს, რომ რჯული იყო იოანემდე, იოანე ნათლისმცემლემდე, მადლი და ჭეშმარიტება ქრისტესგან მოვიდაო, იესოსგან და მან მოგცა ძალაუფლება, რომ ღვთის ძეებად გავხდეთ. ანუ ჩვენც უნდა ვიშრომოთ, მივიტაცოთ ღვთის სასუფეველი, მაგრამ მანდა ვერც მივიტაცებთ, იმიტომ რომ ეს მადლი არ ქონდა. ამიტომ ეს ძალიან დიდი დღე არის და ყველა ქრისტიანს ულოცავ ამ დღეს. ავიცი რა. გიერთები მეც. ხო, რა ვიცი ხა რა სილაპარაკე იმაზე მეტი ფაქტობრივად სათქმელია არც დამიტოვა, იმიტომ რომ პრინციპში მართლა თბილისში მეც პატარა ვიყავი, 5 ეკლესია იყო, ალბათ 4 მახსოვს, მე მითხრას 5 იყო მოქმედი და ეხლა ნახეთ რა ხდება, რა ვიცი, ქუჩა არ არის, ეკლესია არ იყოს და მარტო კი არა, ეკლესია არის. უნგრეთში 7 წელი ვცხოვრობდი, მაგრამ ეკლესიები ცარიელი იყო. და დადიხარ და 1-2 მოხუციკალი იდგა ხოლმე და კვირაობით კიდე არა უშავდა, მაგრამ აი საერთოდ აი ეკლესია რაღაც ისეთი იყო, ძალიან სეკულარიზებული, მithქვა ისა რომ უნგრეთია და სხვა ქვეყნებში კიდე უარესად იყო საქმე, ხო? საქართველო გახდა რაღაც ოაზისი რწმენის, აი ათეიზმიდან მოტრიალდა ხალხი ეკლესიისგან. ეკლესიებში ტევა არ არის, ყოველ კვირას, წირვის დროს, მწუხრის დროს ხალხი დადის. არის ბიბლიური თქმა, რომ 5 კაციც რო იყოს მართალიო და 5 კაცის გულით ლოცულობდესო, არ წავწყვეტდიო სოდომ და გომორასო და 5 კაცის რო ვერ იპოვა, ეს მომენტია და ეხლა წარმოგიდგენთ, ამდენი ხალხი რო დადის ეკლესიაში, ყველა ფარისეველია, ყველა ის არის, რომ რაღაცა იმისთვის დადის, რომ არ ვიცი, რაღაცა არ ვიცი, რისთვის, რატო დადის? უმეტესობა ეკლესიაში დადის, რომ ილოცოს და არა, ამათ რა გონიათ, იცი, რომ ესენი არიან ბნელები, უბრალოდ ეს წვერიანები ატყუებენ. ეს ნათლავს ამ ყველაფერს რა. ეხლა გამოდის რომ ძალიან დიდი პროცენტი საქართველოს მორწმუნე, ყველა ქართველი მორწმუნე რომელიც დადის ეკლესიაში დაბოლებული ხო არ არის. ეს აბსურდია ამის მტკიცება. მაგრამ ეკლესია არის ადგილი, სადაც შეგიძლია მადლი მიიღო, სადაც არის საიდუმლოებები, ეს საიდუმლოებები მოდის აი ხუთშაბათს იქნება დაარსება საიდუმლო სერობის და ზიარების საიდუმლო და ეს ნათლობა, ზიარება ეს არ არის ინსტიტუცია უბრალოდ, ეს არის ონტოლოგია. ეს არის შეხება ღვთის მადლის და ამიტომ ეკლესიას არც ქვია ქრისტიანისთვის ინსტიტუცია. ინსტიტუცია გარკვეული აზრით კი არის ინსტიტუცია, მაგრამ უფრო ადეკვატური ტერმინია სხეული ქრისტესი, ორგანიზმი. ანუ ეკლესიის წევრობა არის ქრისტეს სხეულის წევრობა. როცა ეზიარება ადამიანი ქრისტეს სისხლახორცს, ის ხდება ეკლესიის წევრი, ქრისტეს სხეულის ნაწილი ხდება.